ახეთიდან თამადაკაცი ჩამოგვივიდა. სამი ჭიქა არაყი გავლიე. სადახარ პირველი ხებას თუ გახსოვს? კი, ყველაფერს გეტყვი, აი, ფოტოშორის ეხლა მაქვს ბიო. ნახევარი თვეც არ ვიჯექი ალბათ. აიწებო. ოპა, აი ეგრე ხარ უკვე. აბა ეგრეა ეხლა. სულ მაინტერესებდა ეს კვერცხის ლავტოკი რას აკეთებს? ხო, ეგრე იყო ადრე. ძალიან სტუდიაში რომ მივდიოდი ჩადაწერად კვერცხის ლავტოკები. ეხო ცუდია იმისთვის? სიმღერისთვის. კი. ახიობ მომღერალი როდის ხდები. გვიჟდა ეს და გისმე, რომ ვიხარხარო. eno ჩავარტყა ხელი და ასე სტოიკა უნდა დავიჭირო ახლა და აქედან კი და გავხედე რომ მეთქი მან ნემსი და ზაფი არა. ქართულად რაიმა რა იცი ხა ქართული. ამაჭიკჭიკა ამღვინომ უკვე რა. ერთი მაგრად გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო, მე გიორგი სარალიძე ვარ და ჩვენი სტუმარია თემურ სინჯიკა. აი ხიდის თავს შევკრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ხიზლი ზამანია ჩავხდეთ მუხარან ბატონსო თავს დავანგრიოთ პანიო გამარჯობათ, მოგესალმებით, გაიხარეთ, შემოგევლეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგზაურობისთვის. მადლობა ვერიქით რომ გვესტუმრეთ და უარი არ გითხარით. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, ჯანმრთელობა მოგცეთ და ყველაფერს კარგის გისურვებთ. გაიხარეთ. თამადობა წამართ. კახელი კაცისგან, ეხლა სხვადასხვა აზგან. აბა, უფლისად გგზელოთ. დიდება უფალს, ნამდვილად. სიკეთე, ხვავი, ბარაკა თუ რამე კარგი არსებობს, ყოფილიყოს საქართველოსთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. გაუმარჯოს. შეგაიხარე. ახეთიდან თამადაკაცი ჩამოგვივიდა. სხვათა შორის, განსხვავებული სასმისები მიყვარს ოღონდ უნდა ჩანდეს შიგნით ღვინო რასაუსო. გამჭვირვალე მიყვარს. ძალიან აი დიდი როა რო არ ჩანს, ცოტა მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ვერ ვხედავ შიგნით რამდენი დგა და ეს რაღაც დაპატარა ხო შენ აღიშიქა. ხო, მაგაზედაც გამახსენდა ზოგი იტყვის ხოლმე, აი, სამი ჭიქა არაყი დავლიე. ზოგი ყლუპსას თulis ჭიქად კაცო. ხო, და სამი ყლუპი დალია რა და სამი ჭიქა არაყი დავლიე. სამი ჭიქა, მე ვიცი ჭიქა, რა ვიცი, ნორმალური ჭიქა ვიცი. კი, ეხა არყისთვის გავასავარაუდოთ გათვლილია არყის ჭიქა, მაგრამ მაინც არაყის ჭიქა, გავიგე გასაგებია, ნუ არყისთვის არის. რამდენი გრამია დაახლოებით რო ჩაგეთვალოს ეს ჭიქაში? მე ღვინის ჭიქით მიყვარს ეგეც. არა, კი გაცო. აბა რა. იმწარე პირს და იმის გულისთვის. მაინც იმწარე. იმწარები. შევეხოთ ახლა სიმღერას. კი ბატონო. ვირეთის განთქმული ხარ და ჩემთვის პირველია. უბადლო დიდოსტატი. მომღერალი. მაგდენი რა მოგახსენო, მაგრამ რა საკიდან იწყებს სიმღერას? აი ვინ აღმოაჩინა შენში ეს ნიჭი რომ მოდი სიმღერის მიმართულებას უნდა გაყვეს? მე ვიყავი დაახლოებით 2 წლის, რომ დედას და მამას, ბებიას ასევე ჩვენ მუსიკალური ოჯახი გვაქვს. დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც სხვათა შორის და 2 წლის ასაკიდან ვემღერებოდი ბებიასაც, დედასაც, მამასაც ასე ვიყავით სულ და 2 წლის შემდეგ მე ფაქტობრივად ლაპარაკზე ადრე დაიწყე. კი. სიმღერა სხვათა შორის ეხლა კახეთში მაქვს რა. ადრე ბაბინებიანი მაგნიტოფონი იყო. თავისი მიკროფონიც მოყავდა პატარა დასადგამი რაღაც ესეთი ყავისფერი მიკროფონი იყო რაღაცა, როგორ მახსოვს. ეხლაც DS6 ჩვენთან სოფელში. იმ მიკროფონში იწერდა მამაჩემი ხოლმე იმას რა, რასაც მღეროდით, ლექსებს ვამობდით თუ რასაც ვამობდით მე და ჩემი ძმა და ჩაწერილიც არის 2 წლის რო ვარ თქვათ, ჩემი ძმა რო არის კიდე ცოტა დიდი და მომღერება და ერთად რომ ღერი ვარ და შეგიძლია მასალები რომ რაღაცა მომაწვო. რა კარგი ხარ, რა კარგი სიმღერები იყო მაშინ ჩემ ბავშვობაში რაც
ვასწავლე ახლა დედამ ახლა ჩაკულოს ვარ მასწავლე და პირდაპირ ჩაკულოთი არ გამოვიდა. ეს სიმღერა იყო გაზაფხულო. ბევრი რაღაცები ეგ ლექსები მაქვს კიდე რაღაცები რასაც გასწავლიან თავი. რომ მინდა ეგ კასეტა. ხო, აი რამდენად ბაბინებიანზია და რამდენად გადმოვა არ ვიცი. თუ მოხერხდა მოკლედ მაგის გამოგზავნა, აგერ ვიდეოში თქვენს გაჩვენეთ. კი ბატონო, არ არის პრობლემა. საწყისი გაჩვენეთ. როგორ ხვდები ერისიონში? ნუ იმ დროს ხვდები რომ მაშინ ერისიონი არ არსებობს ფიზიკურად, სახელი, როგორც ასეთი. კი, მაშინ სიმღერისა და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი. 16 წლის ვიყავი. ბატონ ჯემალია მაშინ ბატონ ჯემალია მაშინ ხელმძღვანელი დიახ. მანამდე მე ვიყავი პიონერ სასახლეში. ასეთი ანსამბლი დარიალი იყო. მივედი მამაჩემმა მიყვანა თავიდან ბავშვობაში. ახლა ბავშვობაში ისევე. პიონერ სასახლეში თემურ ქელხიშვილი იყო მაშინ. ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი კოტე იყო და ესენი იყვნენ ჩემი პედაგოგები პირველად სიმღერის, რა თქმა უნდა, ასე სცენისთვის რომ თუ არ ახლა ბავშვობაში პარალელურად ვცეკვავდით კიდევაც მე და ჩემი ძმა და მღეროდით შუალედებში, როგორც ახლა ერისიონს აქვს შუალედებში სიმღერა არის და ცეკვა არის შუალედში თუ ის არის, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასე იყო ხოლმე და მე და ჩემი ძმა ცეკვაზე რომ დავდივართ პარალელურად ჩატეხვებში მღეროდით ხოლმე რა სცენაზე და ერისიონში რო გადმოვედით 16 წლის ვიყავი. ამიხარდა მე პირველად ხელფასი რომ მომცეს ჯერ 16 წლის ვიყავი და მეთქი აუ სად დახარჯეთ პირველი ხელფასი თუ გახსოვს? კი, წერტში ჩავედავეშვით პირდაპირ. წერტი რესტორანი. ვინის წერტი იყო. მაშინ ეხლა რო არის ამდენი რესტორნები, მაშინ არ იყო კაცო. იქ ახლა ძველი მომღერლები იყვნენ მაშინ ანსამბლში და აუცილებლად უნდა დამეხარჯა. წესი ესე იყო. რა თქმა უნდა არ გვეყოფოდა ის ხელფასი, მაგრამ მამამს გამოვარდნი და ვამატეთ თანხა და აი ეს პირველი ხელფასი წავალით ღვინო იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ის რა ღვინო დავლიათ არ ვიცი, მაგრამ კარგად გიახელეთ ის ღვინო და მაგრამ მიპატრონეს მე. ანსამბლის უხუცესმა ხო, მაშინ ღვინის ჭიქებიც ისენი იყო ისევ ნათალი ჭიქები. დიდი ჭიქები რო იყო. იმები ვსვავდით ამ ღვინოს კაცს როგორ მახსოვს და მე ხა კახური გენია თავი არ დაზოგე? არ დამიზოგია თავი, მაგრამ მე სად მომატარეს და სად ვიყავი, რამდენი აღარ ვიცი. რაც შეეხება ანსამბლში მოხვედრას კიდევ, ბატონმა ჯემალიმ ძალიან კარგად მიმიღო. ხელფასიც რა თქმა უნდა, ეგრევე მალევე დამენიშნა. ნახევარი თვეც არ ვიჯექი ალბათ მსმენელად. აი ეგ ბოდიში საინტერესოა. მოცეკვავი მაგალითად რომ მიდის ერისიონში მიდის თავიდან დუბლებში, კი, სტაჟიორად, რაღაცა გარკვეულ პერიოდს გადის ამ მოსამზადებელს და მერე, თუ აკმაყოფილებს რაღაც მოთხოვნებს ან არის იმ კონკრეტული მოცეკვავის საჭიროება, გადადის უკვე თავარ ანსამბლში. დიახ. აი მომღერლის ამბავში როგორ ხდება? ზუსტად იგივენაირად. იგივე პრინციპი. ზუსტად იგივენაირად. ანსამბლში დააკმაყოფილებს რაღაცა იმ კრიტერიუმს, რაც უნდა უკვე და მერე გადადის ძირითად შემადგენლობაში. ეხლა არიან ეგეთი სიტყვა 16 წლის არივინ თავარ შემადგენლობაში. ეხლა თავალასაკში. 16 წლის მომღერალი არ აყვავს უკვე, მაგრამ იყვნენ. გაიზარდნენ ახლა ჩვენ მოვიდნენ პატარა ბიჭები. ეგ პრაქტიკა არსებობს, შეიძლება პატარა ასაკიდან. პატარა ასაკიდან და გაიზარდნენ ახლა არიან ეგ. ხმის ცვალებადობა. ხო იცის რომ ასაკობა. კი. სხვათა შორის, აი ჩემ პრაქტიკაში როგორ მოხდა. გარდატეხის ასაკში წარმოიდგინე ქელხიშვილთან რომ ვღეროდი, იქ ბანს ვღეროდი. და აქ პირველ ხმას ვღეროდი. ერისიონში. დენიმე ხანი ესე მომიწია რომ იქაც ვიყავი და იქაც ვიყავი. მამაჩემ არ გამაჩერა რა, მაინც მომღერებდა. გარდატეხის ასაკში ხმა დამიბოხდა, მაგრამ ეს მამაჩემის დამსახურება რომ არ გამაჩერა. ზოგადად პრაქტიკაშიდაც ესე არის, რაღაცა დროს გარდატეხის ასაკში უნდა გააჩერო, რომ ყელი არ გაუფუჭდეს. ხანდახან ეუნეოდნენ ხოლმე რომ გააჩერე ბავშვიო, მოაწვალებო რა, იმიტომ რომ დაუბოხდა ხმაო და მოააწვალებო და. ანუ ეს, ბოდიში, კარგად რო გავიგო. ეს არის ეგეთი წესია თუ
აუცილებელია რომ რაღაცა გარდაქმნის სასაკში უნდა შეისვენოს რაღაცა პერიოდი, ხო? კი. უნდა სანამ დაუჯდება ეს ხმა რაღაც ეტაპს მიიღოს. ხო. კარგი, როდიდან იწყებ უკვე აქტიურად მსახიობურ ამბავშიც ჩართვას? მსახიობ მომღერალი როდის ხდები? საბუთები ხო გვაქვს თქვათ, ხარ მომღერალი, მაგრამ იქ არ გიწერია შენ რომ ხარ მომღერალი, იქ წერია მსახიობ მომღერალი. არა მომღერალი. ისევე მოცეკვავესაც მსახიობ მოცეკვავე, ესე უწერია. ესეც გვიწერია ჩვენ საბუთები ყველას გვაქვს. და რაც შეეხება ამ მსახიობურ ნიჭს, ზუსტადაც ის არის რომ ჯერ ხარ მსახიობი, ვერ ხარ მომღერალი. მომღერალს ესეც უნდა შეგეძლოს, რომ ცოტა მსახიობური ისიც კონდეს რაღაცა მარტო გაყინული სახით და ეს არ არის რა, ხა თლათ. ხა რამდენად გამომდის, ეს სხვა არის, მაგრამ არა, რამდენად გამომდის რაგაც. მე პირადად კახურის დაწყება რო არის, აი სულ მგონია რომ მანდ ერთი გრაფინა დალეულია და ისე სამპარტავა საიგეხარო Dashi Akedan gori shoria Akedan gori shoria Tamargali dibrolia Shechem pinera katirebda Eshen pinera mirgia აუ ეგ და ის საკულტო მომენტი კიდე ბატონ ალექსისთან ერთად წინ გამოსვლა ეს სასწაული სანახავება და რა ვიცი მაყურებელსაც ძალიან მაგრად უყვარს მე მე და ალექსი ახლა დიდი ხნის მეგობრები ვართ თან ის ეთყობა რომ აი ძალიან შეთამაშებულები ხართ ერთმანეთში და ეს დამოკიდებულება ერთმანეთს შორის ძალიან კარგად ჩანს რა მაინტერესებს ერისიონის განრიგი გრაფიკი არის საკმაოდ დატვირთული და რთული. ხო, ასე ალბათ ამაში დამეთანხმები, რომ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გიწევთ აქტიურობა, იქ გასვლები, სულ კონცერტები, პაესტკები, მოკლედ მთელი ამბები. 33 წელი უკვე აქ ხართ და ამას ემსახურებით. ეხლა არის მომენტები, რომ სულ არ გემღერება, არ იყო ხასიათზე მაინც და მაინც. რამდენად სტრესულია მოკლედ ზოგჯერ ეს ამბავი და თან რა არის აი ეს მასიცოცხლებელი ყველაზე საყვარელი ამბავი რაც რის გამოც გიღირსო ეს ყველაფერი დრო, ენერგია, რესურსი დაუთმოთ ლიანად. ეგ არის უბრალოდ პროფესიონალიზმი რომ მაგინდა არ გინდა შენი საქმე ეგ არის უნდა აკეთო მაგრამ ყოველთვის რა თქმა უნდა რაღაცა გეზარება რომ მაგრამ აი გეზარება შეიძლება სახლიდან სამსახურამდე და სამსახურში რო შემოდიხარ იქ ოპა ეგრე ხარ უკვე. აბა ეგრეა ეხა. კიდევ ხარ მსახიობი და მე ხარ მომღერალი, ხო? სამსახურშიდაც თქვათ ვიღაცამ ახლა გაგაბრაზა, ხო? აქ რჩება და ოჯახში უნდა შეხვიდე იქაც ოპა. აიღო გიტარა ფანდური და ვსიო დამთავრებული კონცერტია და ხასიათი უსვათო გისწორდება. არემოც მოქმედებს რა თქმა უნდა. ეხა იქ სულ სამეგობრო ვართ, მომღერალი იქნება თუ მუსიკოსი იქნება ჩვენთან უფროსიდან დამთავრებული, უმცროსი თუ რავი ყველა ძალიან ისეთი შინაური წრე არის და ძალიან ყოველთვის ესე იყო სახელმწიფო ჩვენთან. შენი ამ დიადი და რაღაცა ოქროს ასოებით ჩაწერილი ისტორიის განმავლობაში გქონია ახლა 33 წელი ერისიონმა ისეთი ხალხი გამოიცვალა, მართლა კორიფე ხალხი და რაღაცა მაგრესი ადამიანები. და ყველასთან შეხება გქონდა თავისთავად. კი. აი როგორ რაღაცა მინდა კითხვა, იცი, აი ვის
აი ამოარჩევდი ესე რომ აი იმან რაღაცა ან ფრაზით ან მოქმედებით ან რაღაცით აი დიდი გავლენა ქონდა რა შენზე. გვარით და სახელითაც ვიტყვი იმ კაცის რა თქმა უნდა არსებობას და დღეს ცოცხალი აღარ არის, რაც გარდაცვლილი იყო ესეთი ნუგზარ კურცხალია. ამნაირი დიდი მომღერალი ძნელად თუ მოიძებნებოდა მაშინ. ეხლაც ჩემპიონი კაცი იყო და ბევრი რაღაცა იმისგან აქვს აღებული. თუ გინდათ მაგიდაზე ქცევის ეს იყოს. სიმღერაზე არ არის აქ საუბარი. ასევე ოჯახიდანაც. პაპა ჩემი თვითონ მომღერალი კაცი იყო და ისიც მინდა აღნიშნო რომ 1937 წელს სარაიონო შეჯიბრი ჩატარდა ოპერის თეატრში და პაპა ჩემი მე ეგ სურათები მაქვს, სახში მაქვს. პაპა ჩემის მამა დგა კიმოთე ჯამასპიშვილი, დედა ჩემის პაპაზე აქვს საუბარი. ბუკეტი უჭირავს ესე ხელში, მაშინ ვიღაცამ ბუკეტი აიტანა მაშინ და საჩუქრად გადაეცათ იმ ანსამბლს პირველი ადგილი აიღეს და ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლებში ესეთი გუნდი იყო და იმღერეს ძალიან ძველი სიმღერა არის ერთი შენ შარმაზანი ესეთი სიმღერაა. კახელებმა იმღერეს, მაგრამ ნუ მიძღვნილი აქვს ლეკებზე, მიძღვნილი ისე კი არა რომ პატივის რაღაცის მის არაფერი ისე ლეკიანობაზე ხო ესეთი რაღაცა იყო და მეორე იყო კიდე ქალგულო ესეთი სიმღერა. ქალგულო ბევრი მასშია გამოყენებული რა და სხვადასხვა კარგადაც ხვერია. მოდი შესაძლებელი უთხრათ აუცილებლად. მოდი ყველა იმ ხალხის თემური ახსენე, დუგზარი ახსენე, პაპა ახსენე და ამ ხალხის სახით მოდი ყველა ჩვენი მიცვალებულის, ყველა კარგი ადამიანის, ვისაც რაღაც ყვალი აქვს დატოვებული იმას ჩვენ ცხოვრებაზე, მოგონება იყოს. მოგონება იყოს. მამა ჩემი იგივე, ერთმანეთში შევა. ბატონი თემური მოგონება იყოს, ბატონი თემურის, ჯემალ კულასელის მოგონება იყოს. იმანაც აბა სხვანაირად იმკაც რო არ მივეღე ანსამბლში დღეს სადიქნებოდი რაღაცა. ბატონი ჯემალის მოგონება იყოს. ასევე ლუგზარის მოგონება იყოს და ყველა გავიხსენოთ და მოვიგონოთ. ვინც მღეროდა და დღეს ცოცხალი არ არის, ყველა ხალხის მოგონება იყოს. ერისიონ სხვადასხვა ეს ტრადიციაც აქვს, რომ სანამ დაიწყებენ შოუს სანახაობას, ესე რომ ვთქვათ, აუცილებლად წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ხოლმე, რა. ყველა რეპეტიცია გარდაცვლის, ასე რომ ვთქვათ, ვინც სფეროს ემსახურებოდა და ვინც გულში ამ 141 წლიანი ანსამბლის და თავისი ისტორიის. კი. და ყველა რეპეტიცია ესე იწყება, არა მარტო რაღაცა კონცერტიდან რომ იყიდა. ყოველ დილით შემძღვანელი რო შემოვა, ჩვენთან წესია ეს. ეს ეხლა ნამდვილი წესი კი არა, ეს არის რა ვიცი, რამდენი ისტორიულად მოდის ჯემალის დროიდან, ესე არის ბატონი ჯემალის დროიდან და დილა შემოვიდო და აუცილებლად წუთიერი დუმილი ლოცვა და ასეთნაირად. მე ისევე გაერთიანებული რეპეტიცია რო ვწოვ მომღერებს და იქაც წუთიერი დუმილი აუცილებლად და მე უმაგისოდ არ იწყება რა, ესე იგი მე წლებია მანდ ვარ და ხო ამ წლების განმავლობაში უმაგისოდ არ დაწყებულა რა, წუთიერი დუმილის გარეშე და რადონის მნიშვნელობა აქვს მაგას? ზუსტად ეგ არის. ეხლა რა საგეზელოს თქვით, ვიხსენებთ იმ ხალხს, ვინებმაც ჩვენამდე მოიტანეს. ეს ქართულიც იყო და სიმღერა. აი ახალგაზრდებისთან ხო ხდება ახალი თაობის შემოდინება მაგალითად ანსამბლში და ისინიც აქტიურად რო ერთვებიან ამაში. ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი რომ სწორად რაღაცა სწორ წერტილებს ურტყავს და სწორ აღზრდის მანერებს ურტყავს რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წინა თაობა. ვინც აქამდე მოგვიტანა ეს ყველაფერი. იქ ყავს კიდე რომელიც თქვათ იტყვის რომ თქვათ სიმღერის რეპეტიცია არის და სიმღერის რეპეტიცია ხა არც 9 საათიანი გვაქვს, არც 1 საათიანი გვაქვს. ეს არის 45 წუთი და ესეც დადგენილი არის ხა ვიღაცის ის და ეს არაფერი ბატონ ჯემალმა რომ 45 წუთი არის, 45 წუთი უნდა იმეს არინო. მე შეისვენო რა, იმიტომ რომ იღლები რა, გინდა ხო იქ ყელიც გეღლება, ისიც გონებაც და ყველაფერი და ეს 45 წუთი არის ესე მათ. და შეიძლება გადაცდეს თქვათ 1 წუთი ან 2 წუთი და იქ არის ადამიანი რომელიც
შეახსენებს ხელმძღვანელს, რომ დამთავრდა. რა საინტერესო. ამათეს. ხო, დამთავრდა. ან მე თუ არ თქვა იმან ვინც უნდა თქვას, მომღერლები შეუძლია ვიდეო ასულსით როზე უთხარი რომ დამთავრდა. და იყო ეგეთი მომენტი, რომ ბატონ ჯემალი დამთავრდა. არა, ფერიც არ დამთავრებულა ჯერ. მაგრამ წესია რა, შეიძლება უცბად რაღაცა ერთი მობრუნება რაღაცა გაკეთებინოს და წესი არის უნდა დამთავრდა, დაბრუნებაც არ გავალ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ერისიონი იყვება ამ რაღაცა ტრადიციას და ადათს და იმას ძალიან იცავს რა პატივისცემს და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ასწავლი რომ არსებობს საქართველოში ძალიან კარგი არის და მიხარია. მე ძალიან მიყვარს ერისიონის პროგრამა ზოგადად. ჩაგიჭრები. ესე ხა მოცეკვავებს თქვენ მიყავთ სტუმრად და მოცეკვავების აზრი გავიგეთ რა, ეს ახალი სახლი რო შეიძინეთ თქვენ. კი. როგორც მომღერლისთვის, აი რა მხელა ნიშნულობა აქვს აი ამ ახალ გარემოს. მოცეკვავებმა თქვეს რომ აი ამოვისუნთქეთო რა, ანუ ჩვენთვის მორგებული გასახდელები საგრიმიორო წესიერი ვაკეთებთ. როგორც მომღერლისთვის როგორი გარემოა? იდეალური გარემოა მართლაც ეს ახალი შენობა. ის რომ ჩვენი გასახდელი გვაქვს, ჩვენი სარეპეტიციო გვაქვს, პლუს ამას ჩამწერი სტუდია გვაქვს და იქ ახლა სადაც მქონდა ხოლმე ადრე რეპეტიციები. იქ ცოტა ისეთი დარბაზი იყო რა. განა ის იყო რაღაც, მაგრამ ეკო ქონდა და ისე ყური მაინც სხვანაირად იმაშება და აქ თლათ დაიხშო ეს და ანუ შენი ხმა გესმის უფრო კარგად და უფრო იმაში ხარ რა, კომფორტში ხარ რა. ეკო ცუდია იმისთვის, სიმღერისთვის. კი, ერთ-ერთ რესტორანში ყოველს რო წამოდი ერთი ნახეო რა, ისა როგორ არისო ესო. რომ მივედი კაცო და მეუთხარი ეკო არ უარგამეთქი, ვეუბნები ახლა ამას, ამ დირექტორს და სად ვიყიდიო მე? სად ვიყიდიო თემოვეთი? ძალიან მაგრად ერკვეოდა. ხო და მე ვთხარი, არ ვიცი მე ვთხარი, აქ არ ვიცი, მაგრამ ისე თურქეთში რო გადავიდე. ასე გაუგაყევი. ხო, მე რაღაც ვიტყოდი ახლა ის სად ვიყიდო ეხოს რო გეტყვის ახლა უკვე. აკუსტიკა არ უარგა მეთქი, იმიტომ ეკო აქ მეთქი და აი სად ვიყიდიო კაცო იმასო რომ მოშევიდე. წავსვლელი ვარ, ვიყიდიო. თურქეთში რო გადავიდეო მე არ ვიცი, მოთხარი შეიძლება იყოს თქო. ისე რა აძლევს შენობას ეკოს? აი ზოგადად სიცარიელე თუ აი რა იძლევა მაგ ეკოს რა? იმიტომ რომ მინახია დიდ ტერიტორიაზეც რომ დიდ დარბაზში მაგალითად რომ ეკოს აძლევს კი ბატონო, მაგრამ ასე დიდ დარბაზი მინახია და ვაფშე არ არის ეკო. საერთოდ. ეგ ისე არის რომ ყველაფერზეა და აი როგორ აგიხსნა. თვითონ მასალასაც გააჩნია. აბა ადრე მაგალითად შენობებში და სადაც ისინი იყო ხოლმე თქვათ ჩამწერი სტუდიები იყო. კვერცხის ლატოკები ხო იცით? ხო, ეგ კვერცხის ლატოკები იყო ხოლმე ესე სუაკრული რომ გაევლო იქ ჰაერ თქვათ იმ ხმასაც რაღაც და რო ჩაეხშო რა უფრო სწორად. აი თამაში ეგ სულ მაინტერესებდა ეს კვერცხის ლატოკი რას აკეთებს. ხო, ეგრე იყო ადრე სტუდიაში რომ მივდიოდი ჩასაწერად კვერცხის ლატოკებით. და ერისიონის ახალ დარბაზსაც კვერცხის ლატოკი არ არის თავისთავად, მაგრამ მსგავსი ისაა აქ რა. ამონაზარდები ესე რომ ვთქვათ როგორც. კი, აი ახლა ჩვენ მომღერლებთან სადაც ვართ და იქაც თავარ დარბაზში. თავარ დარბაზშიც. აქ ეს რო ხმა შეიტანოს, მაგრამ აღარ გამოუშვას რა და ცოტა იჭერს ხმას რა მართლა. რა ანუ ის არა აქ ქვევრის პრინციპი. ხო. და ეს არ უნდა კონდეს. ანუ რაღაცა ეს ხორკლიანი არა კი, რაღაცა იმას ქმნის. ისე მომღერალმა ხალხური სიმღერის მომღერალმა. ამეთანხმებით ალბათ იმაზე, რომ ხა საქართველოში რაღაც დიდად შემოსავლიანი პროფესია შეიძლება ვერ იყოს იმდენად. კი. რა უნდა რა ხერხებია? მაგალითად მოცეკვავები ადგებიან ხოლმე და ხა საღამოთ რესტორანში ცეკვავენ, ან რაღაცა ის საქორწილო ენებში ერთვებიან გასვლებში. მომღერლები რა ხერხებს მიმართავენ ხოლმე რა მაგისთვის, რომ დამატებით შემოსავლები მოიძიონ, ესე რომ ვთქვა. ზუსტად ანალოგიურად უნდა ეცადო, რომ როგორც მოცეკვავი აკეთებს და ძირითადად შეიძლება იყოს ხოლმე რა გასვლა იყოს, რაღაცა ან კორპორატიული იყოს,
ეს ძალიან უხარია მომღერალს, იმიტომ რომ მარტო ხელფასი მოიხსენებათ საქართველოში რა არის ჩვენი ხელფასები და არ ყოფნის რა, როგორც ის არის, როგორც არ უნდა იყოს, მაგრამ ეს გასვლები არის და ზუსტად ის მოცეკვავე რასაც აკეთებს, ანალოგიურად გიწევს შენს ისე რომ გახვიდე სადღაცას ან რესტორანში, ან აი რესტორანში მაშინ გიწევს რომ ფანოღი იმღერო, ხო? აი ან ხაკეიფო სიმღერები იმღერო და არა ხალხური სიმღერები, რასაც სიტყვას ჩოული ხარ. ახლა მოცეკვავე იგივე იცეკვებს. კი, აჭაროს თუ ცეკვებს აქ, აჭაროს იცეკვებს. კი, აჭაროს იცეკვებს იქაც. მომღერლისთვის ხო ცოტა სხვა არის. და დაახლოებით მეც ვცდილობ რომ იგივე ჟანრი ვიმღერო. მაგრამ გინდა არგინა ხანდახან გიწევს ახლა ის ხა შეიძლება ტრულაილა და რაღაცა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ კაცო. არა, შეურაცხყოფა ხალხური სიმღერა და შეიძლება რაღაცა ის სამიდალიე შეგერგება რაღაცა ეგ არ ვიმღერო. მაგრამ იმის შემსრულებელი მაგალითად კიდე სხვა არის რა, რესტორანშიც რო თუ მუშაობ რა და შენ სხვა რამე გევალება რომ შენ უნდა ესტრადაზე იმაზე არ იმღერო თქვათ რაღაც ჩანაწერზე და ისევე ისეთ სიმღერები შეარჩიო რომ საფანდურო იყოს, გარმონზე შესასრულებელი სიმღერა და ეს რაღაცეები რა და ესე გვიწევს ხოლმე. სამწუხაროდ ეგრეა რა. და არ გინდა ეგრეა. ისე ბავშვობიდან ხო არ გიფიქრი ან გიცდია სხვა ჟანრის სიმღერა აი მაგალითად აი თანამედროვე ეს ფანოგი ან ცოტა ჰიპ-ჰოპისკენ ან რაღაცა ხო ეგ საინტერესო ეს კარგად გამომდის და მოდი აბა ცოტა შევცვალო მიმართულება. ნუ ცდელობით ახლა რაღაცა ეგეთ სახურ დონეზე გიმღერია. გამომისდია კი არა მიმღერია. რა ვქნა. ისეთი დრო მოვიდა რომ მომენტი იყო ესეთი და ეხლა კიდე ფასობს ეს ხალხური სიმღერა და თქვათ რაღაც ესეთი წამოვიდა თუ არა დრო იყო რამოდენიმე წლის უკან თუ გინდათ აი თქვათ 20 წლის უკან სიტყვაზე მოდი ესე ვთქვათ რა რაღაცა ისეთიც უნდა გემღერა რომ ცოტა რაღაც თუ არა ძალიან ისე ვამბობ რომ ეგ სარესტორნო ხო ხაფანგზე დასაგები სიმინდიც არ მექნებოდა სახლში თუ მაგას თუ არ გავაკეთებდი მაგალითად რა გიმღერი შეუთავსებელი რო არის ყველაზე მეტად ჩემთან. ყველაფერს გეტყვი, აი შეუთავსებელი არაფერი პატარა გორი დიდია. იმღერია სტალინზე, რატომაც არა. უცხოური, არაქართული. იმღერია. აი მაჯანჯა. და რუსულებიც მაგალითად იყო ეს თათარაშვილი მღეროდა ხოლმე კაი სიმღერა რა დავა ხაჩუსიბია სივონე აი ძველი სიმღერა არის ძველი სიმღერაა იმღერა ხა გიწევდა სამწუხო და გიწევდა ესეთი სიმღერები რუსულებიც ინგლისური თარობა ინგლისური ცოტა ვერა იმიტომ რომ რამე აი ნაითუში სიმღერა მოგიხდებოდა რაღაც რეპი საერთოდ სხვა. კი, ინგლისურზე მიცეკვია კაცო. ეგ როგორ მოხდა რომ აი ცეკვაო ნომრებში გადაინაცვლე. აი ეგ რა ეტაპია რა, ახლა მღერი ხარ, კაი 16 წლიდან მიხოდ მღერი ხარ და მოდი ვცადო და შეთავაზო. არა, თვითონ მოდი შენ გამოდი გეუნება ხელმძღვანელი გეუნება. გამოხვალ ახლა ამას ვწუქებ. აი ასქედან აქამდე ეს იცეკვე შენ. მე ხა ხელმძღვანელმა კი გითხრა ეს, მაგრამ ჯო ხა შენც უნდა რაღაცა პატარა შენც ხო უნდა გქონდეს მოირგო მე ეს და ის თუ არა ახლა ჩემი ცეკვას არ გაიშვა იქით კაც რა ის არის ჩემი ცეკვა, მაგრამ ის რომ ახელი უნდა გაშალო და ხა წახვიდე წამოხარ ცოტა სახეც უნდა გქონდეს ახლა ისე რომ ხო, რას დაკვირვებული მარტო ის გამოსასვლელებრივი კი ისედაც არა კლებ რა მოძრაობას. აი, მთელი ენთუზიაზმი ჩართული ხარ ხოლმე სიტუაციაში რა. მოცეკვავებთან. სხვადასხვა კაი ელასტიური ვარ. კი ვარ ხა ის მაგრამ გამختარკაც კიდე არ ჩამოვარდები, შევეჯიბრები კიდე სირბილეში. მომიყევი კიდე რამე სახალისო ისტორია. ის აი
ისე სახალისოდ გემრიელად და კარგ გულით ყვები რა აი გვიჟდა ეს და გისმენ რომ ვიხარხარო რამე ისეთი აი რა მოხდა აი მოცეკვავების მიმართებად ხომ მაგალითად ხან წაიქცევა სცენაზე ან რაღაცა ისეთი ჩეპე მომღერლებში რა არის ხოლმე იგი ყველაზე სასაცილო ის იყო რომ სააცილო თუ სატირალიც იყო მე უკვე ხალხს მართლა ეგონა რამდარა ხო არის ფარიკოვის შესავალი და მღერივა გერმანიაში ვარ ამოვიღე ეს ხანჯალი და ვიწყებ სიმღერას. რამდარა. თავგარ მიშვი გადავლო ეს ხმალი ამოღებული მაქვს ზუსტად ეს ჩემი ხანჯალი რა. და თანის ძველი ხანჯლები გალესილი რო იყო, რა. ამოწეული მაქვს და მე ჩავარტყა ხელი და ესე სტოიკა უნდა დავიჭირო ხა და ეს ხელი ჩამისრიალდა და აი აქედან აქამდე პირდაპირ ეს ხელი ხანჯალზე არ ჩავათალე და ძვალი ჩანს უკვე. მაინც რაღაც ეგეთი ალესილი ხანჯალის ადნახი. ჩემ ეგრე მქონდა ძველი ხანჯლები ესე იყო და ჩავათალე ეს ხელი პირდაპირ და ასხავს ახლა ეს ისხლი და გადაღებულია სხვათა შორის ერთი ფრანგია იმას გადაუღია და ხალხს გონია რომ ესია დადგმული სისხლი მე სისხლად ვიცლები და ხალხს გონია რომ ეს ესე უნდა იყოს შოუს ნაწილია და აგ სისხლად აღარა მაქვს სისხლი ორგანიზმში ეს ხელი კი მოუღუნე მაგრამ აქედან გამდის იქიდან გამდის იმიტომ აი ასეა გადაჭრილი ეს ხელი ხო და უც ამას ნახავ ინტერნეტში ამ კადრებს ინტერნეტში ვერ ნახავ იმიტომ რომ იმას აქვს გადაღებული ერთი არის ხო და სად ნახავ ხო დაურეკე ფრანგებს და გამოვედი ეს კინოკაიროს შუა ნაწილი იყო ახლა ეს უბრალოდ ბოლო პირველი განყოფილების ბოლო ის არის სიმღერა და დავამთავრე ახლა გამოვედი ეს გუგა სუდათავა ეს ხელს როგორ ისედაც სისხლი და ნემსი და ის მეზისყება ძალიან და ესე მოჭერილი მაქვს ახლა ეს ხელი და მოვიდნენ ახლა ექიმები ისა ხო ყველა და დამეხუნენ ახლა რაღაცა შემიხვიეს რაღაცა და გავხვალო და უნდა გავიდე ისო სამღერი მაქვს რა და ეს გასისხლული ბინტის გაისისხლა გასხა გავედე ხელი კარგად გორინად და უკვე ხო და მეორე განყოფილება ისა მაქვს კაცო უნდა სამღერი მაქვს ისე უნდა გავიდე სცენაზე გავდი უბრალოდ ეს ხელი მაქვს მოხრილი ეს თითი მაქვს მოხრილი და მღერი просто იქ შემიხვიეს პირველ განყოფილება მთელი ექიმები მომსვიდნენ რა მე ახლა მითხრეს რომ უნდა წავიყვანოთო ისა რომ დამთავრდა უკვე უნდა წავიყვანოთო დამთავრდა კონცერტი ყველაფერი ისა წავიყვანოთ რომ უნდა გაუკეროთო აუ გაკეროა მეთქი და ეს არ მინდა არასოდეს ხო და გამოყვა მე ბატონი ოთარი ჩვენი დირექტორი ვინც იყო ეხლაც მუჩვენთან მუშაობს ჩვენი მეგობრის მამა და გამოყვა წამიყვანეს ექიმთან ასე ეს ხელი როშში დაინახა იმან და ოღონდ მეუთხარი რა და ესეთი ის იყო შუშებიანი იყო და მარტო ხელმა შეგეყო რა და ის იქიდან ისინი იქით იჩალიჩებდნენ რა აქედან ქართულად შენ ვარ დაგენახა ხო შენ ზიხარ ეს კრესლო იყოს გადაწონილი ხარ ეს ხელი გაქვს იქით გაყოფილი აქამდე იქით არაფერი არ ჩანს რა და აქედან კი გავხედე რომ მეთქი მან ნემსი და ზაფი არა ქართულად და იმა რა იცი ხა ქართული ხო და მე ოთარი უთხრა რომ ზეოთარმა რომ ისაო თუ არისო ისეთი რაღაცაო რომ არ გაუკეროთო რა გეხოცებიო რა იმიტომ რომ სულად გახდებაო და არ მინდაო რომ ის სულად გახდესო და კაიო მაშინო და რა ვიცი რაღაცა მოიტანა ჯო თბილად ვიგზენი ხელში რაღაცა და ეთყობა იცოდნენ რომ კახელი ვიყავი და წებო ჩამასხეს კახური წებო ხის წებო ჩამასხეს კახელი რო არგაც მიხდე გეოვნები წებო რაღაცა წებო იყო აი წებო ეგეთი ის იყო რა ვარიანტი აი წებო ჩამასხეს აქ წებო და ჯო შემიხვიეს ჯო ვიცახი ხა გამოწიეთ ცოტა მე მაინტერესებდა რა ხდებოდა ის რომ გავიდოდა რაღაცა ბინტი რომ უნდა მოიტანოს მე გამოვწევ დავაკვირდები ისევ შეუწევ ამ ხელს ხო შემიძლია გამოვწიო კაცო ამ არ მჯერავს და მეთქი ხო არ გამიკერა მეთქი თან მაინტერესებს იმიტომ სითბო რო იგზენი მეთქი რაღაც არ მესიო თურმე რაღაცა გაუცხელებია და ეხა იქაური მედიკამენტი იყო ესეთი რომ ეხა ეს ნამდვილი სადია რომ მომენტი წებო მომენტი არ იყო მაგრამ წებო იყო რა და ის მე ხორცი რო ისება ის ამოდის ნელ-ნელა რა და სანამ იქ ვიყავი ეს მომიშუშდა რა წარმოიდგინე ამ ხელაჭი რო საინტერესო ისაა კი მაგრამ არ ვიცი რა შრამი არ დაგიტოვა
ოდნავ მეტყობა ხა, აი ახი ეს მეტყობა. ეს არ ბევრ ძალიან აღარ მეტყობა. მაგარი რაღაცა. ნუ წებო კაის მუშაობა. კი, კახელი ხო, დალევა დაგვავიწყდა მგონიჩვენა. ცხოვრებაში. ფენჯერია. ცხოვრებაში არ დაგვავიწყდეს. ჩემი ჯერია. ეგრე უწევს. აი აქ ვინც ვართ. გადამღები ჯგუფი იქნება. შენ თამადობით. ვინც აქ არიან ბიჭები, კიდე აი ქვეყანა ბიჭები არიან, სულ ყველას გაგვიმარჯოს და ყოჩაღად ვიყვნეთ და ყოველთვის კეთილი საქმე გეკეთებინოთ, როგორც აი ჩემს სიტუაციაშიდაც მე მომიწვიეთ ისე მრავალი ადამიანები მოგეწვიოთ, მრავალი გემრიელი ხალხი მოგეწვიოთ, მრავალი გადაღებები ჩაგეტარებინოთ და თქვენს სამსახურს და თქვენს ამ გადაცემას ყოველთვის დიდი ბევრი მაყურებელი ყოლოდეს და მე კიდე ყველაფერს კარგს გისურვებთ ერთ სიტყვით რა და ასე გაგახაროთ ღმერთმა და კარგად იყავით. ყველას გაგიმარჯვეთ. თქვენ მთელს არმიას გაუმარჯოს. მე მაშინ ცოტა შემოვატრიალებ, ყველა სტუმარს გაუმარჯოს, იმიტომ რომ სტუმრების გარეშე ხა ეს გადაცემა არ იმართებდა, არ გამოვიდოდა ისეთი კაი და თან ერთი მეორეზე მართლა რომ გემრიელები, კარგი ხალხი ხართ და აი რა თქვენ გასვალეთ სულ ყველას რა. გაგიმარჯოთ. მაყურებელო, თქვენ გაგიმარჯოთ კიდე, აი გამოიწერეთ არხი ახლა. კარგად იყავით, ჯანმრთელად იყავით და ბედნიერად იყავით. აი ამ ფერი კაი კაცი ყავს. ამა ჭიკჭიკა ამ ღვინომ უკვე რა. ჩემო თემურ, ჩემო უმაგრესო ადამიანო. პირველ რიგში კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა, რომ გაიზიარეთ ჩემთან ერთად შაბაასი. სამუდე სტუდიასგან ესეთი სიმბოლური საჩუქარი თქვენ. დიდი მადლობა. ჩვენი მეგობრისგან უკვე ტრადიციულად თუ გინდა გახსენი. აუცილებლად გახსენ. უღრმესი მადლობა ჩაქურას ასევე იმისთვის რომ გვერდში გვიდგას და ჩვენთან არის. და რა თქმა უნდა თქვენ და თითოეულ მაყურებელს რომ ჩვენი არხის გვერდში დგახართ და მოგწონთ ის საქმე რასაც ვაკეთებ და უცვლელად გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ მაგარ და კარგ პროექტს შემოგთავაზებთ. გაგიმარჯოთ ღმერთმა, იცოცხლ. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ კიდევ და გაგახარებთ ღმერთი. აი ხა, იცოცხლ. მადლობა. თუგინა კიდე მივაბათებ რა პრობლემაა. მივაბათე ჩვენ ამით. წერან მითხარი სანამ ჩაწერას დავიწყებდი რომ ღვინო აი ზევით რო დავასხავთ წაგლეკავთ რა. იქ ვინ უვლის მაგ ამბავს? ჩემი ძმისშვილი არის ეს მამაპაპის ოულზე? მამაპაპისეულშიც გვაქვს რა თქმა უნდა იქ ძველი გაიკაჭა მე ახალი ჩემს მომიყიდა და იქ ჩემი ძმისშვილი უვლის მაგრამ მე ისე ვარ რომ კი რა თქმა უნდა რამ გაყოთ ჩემი ძმის ანიმის ჩემთან მაგრამ მე შეგნებულად ყიდულობ ყურძენს სხვათა შორის ეხლა მაქვს ბიო ყურძენი მაქვს ნაყიდი და ბიო მაგნაყიდია ცოტა ეს მომენტი ამომიჭარი ბიო მაგნაყიდია ხო ბიო ყურძენი მაქვს როგორ ყიდულობს ერისიოს აღარ არის ბიოს ხო და რავი როცა გინდა მაშინ გავსინჯოთ თუ გინდა როცა აი ჩემს მნიშვნელობა თუ გინდა დღესვე იყოს